რა არ უნდა გააკეთოს ქალმა მამაკაცთან ურთიერთობის პროცესში. პირველ ყოვლისა გადაცნობით მე გახლავართ ია როზისი, ფსიქოლოგი, ფსიქოსექსოლოგი, ოჯახის ფსიქოლოგი. ჩემთან კონსულტაციები ტარდება ონლაინ, სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომწერე, გადმოდი Instagram-ზე. პირველი. ქალმა არასოდეს არ უნდა შეიყვანოს თავის ტერიტორიაზე, ანუ აცხოვროს თავისი ქმარი თავის სახლში. ან თუნდაც საყვარელი, ან თუნდაც მეგობარი. მიხვდით ხო? და რატომ? თუ ამ კითხვაზე პასუხი გაინტერესებს, დაწერე კომენტარებში. მეორე. ქალმა არასოდეს არ უნდა აკეთოს სახლის საქმეები, იმ შემთხვევაში თუ მამაკაცს არ აქვს დიდი შემოსავალი. ანუ რას ნიშნავს ეს? თუ მამაკაცს აქვს საკმაოდ დიდი შემოსავალი, მას შეუძლია, ქალს შეუძლია, რომ დაიქირაოს მომსახურე პერსონალი. და შეუძლია განაგებოს ფინანსები. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი არის საშუალო თანხის გამომმუშავებელი ადამიანი, ხო? ამ შემთხვევაში არ შეიძლება ქალმა რომ მარტო აკეთოს სახლის საქმეები, ხო? მოხვეტვა, დაალგება, ჭურჭლის გარეცხვა, სათმის გაკეთება, ყველაფერი. ანუ თან განსაკუთრებით თუ ქალი მუშაობს და დაღლილი მოდის სამსახურიდან და შემდგომ უწევს სახლის საქმეების გაკეთება. ორივე მოდიხართ სამსახურიდან და ორივე იღებთ სახლის საქმეების გაკეთების პასუხისმგებლობას. მესამე, არ დაიწყოთ მამაკაცისთვის სამსახურის ძიება. ანუ სირბილი, გაკითხვა, გამოკითხვა მამაკაცმა თავად უნდა იყოს პასუხისმგებლობები იმისა, თუ რა უნდა, რა სურს, რა მიზნები აქვს ცხოვრებაში. დაიმახსოვრეთ, კაცი, რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე, რომ სად უნდა იმუშაოს, სად უნდა წავიდეს, სად უნდა იშრომოს, ესეთი მამაკაცი მერე შემდგომ ტოქსიკური ხდება ურთიერთობებში. და ამ მამაკაცურობასაც კარგავს. და კაცი რომ მამაკაცურობას კარგავს, შემდგომ ურთიერთობებში არის ძალიან დიდი პრობლემა, ხო? აი, რა პრობლემა შეიძლება წარმოიქმნეს? დაწერეთ კომენტარებში ისევ. თუ კაცს ეკარგება ეს, ხო? სიამაყის შეგრძნება. რა მოგდით თქვენ მამაკაცებს, როცა კარგავთ ამ კაცურობის შეგრძნებას, ხო? რა საინტერესოა, ხო? მოხვედით ცოლის სახლში, მამამთილმა გიშოვა სამსახური, ან შენმა ცოლმა, ანუ მათზე ხარ დამოკიდებული და როგორ გრძნობ თავს, ჩუარად გრძნობ თავს, ხო? რაღაც არაკაცის შეგრძნობ, რაღაც ვერ გრძნობ თავს კარგად, რაღაც არასრულფასოვნების შეგრძნება, ხო? ფიქრო, გიხმარე, ხმარობენ, კარგი ბიჭი ხარ, გამოგიყინებენ რაღაც. მეოთხე, ქალმა არასოდეს არ უნდა დაამყაროს სექსუალური ურთიერთობა მამაკაცთან, თუ ამის სურვილი არ გააჩნია და ამის მიზეზიც უნდა დაასახელოს. მიზეზი ძალიან მნიშვნელოვანია. არ აგერიოთ. ეხლა თუ თავით ტკივა, ცულა დახარ ბავშვმა დაგღალეს, გასაგებია, მაგრამ რა არის ამის მიზეზი, რომ ხარ ესეთი? აღელვებული, დაზაფრული, განადგურებული, რომ გაკლია დასვენება. ხო? მე მჭირდება დასვენება. მითხარ რომ მე მჭირდება დასვენება. იცი რომ დასვენება რომ მქონდა მე, ხო, აი წავიდე, გავისეირნო, მივიღო დუში, ბავშვი დაიტოვო 1 საათით, ხო? გაასეირნო, მე ამ დროს მოვლი ჩემს ხელს, მოусმენ მუსიკას, დავლე ჩაის თუ ყავას მარტო, შვიდად, წნარად, შენ 2 საათი ყავდეს ბავშვი. აი ამის შემდგომ შევა წამომიდეს სურვილები. ესე ხისტად მე არ მინდა და 1 წელი არ გინდა. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. საკუთარი თავის მიმართაც და პარტნიორის მიმართაც. უნდა გავაჟღეროთ, ხო, ვისაუბროთ. გამოვხატოთ ჩვენი ემოციები. რატომ არ მინდა? მეხუთე, ყველაზე პრობლემური, ყველაზე. ქალმა არასოდეს არ უნდა მისცეს კაცს თანხა. 5 ლარი მომენტი, 10 ლარი მომენტი. დაგიბრუნებ. დღეს პული არ მაქვს. ვერ ვიმუშავე. არასოდეს არ უნდა მისცეს ქალმა კაცს თანხა. რატომ? თავად მიხდით. თუ გაინტერესებს, ისე დამისვით კითხვა კომენტარებში. გაჩნი ხა სიტუაციას, თუ ეხა ქალს ბევრი ფული აქვს. დასრულია,
და აქვს ურთიერთობები როგორ მამაკაცთან იცით, უფრო ახალგაზრდა მამაკაცთან, ხო? უნდა ეს ქორფა სხეული, ახალგაზრდა ენერგია, ხო? ამ ბებრებთან დაიღალე ყავდა 20 წლით უფროსი ქმარი, 30 წლით უფროსი ქმარი, დაგრჩა ეს ქონება, ან კიდე შენ წარმატებული ხარ, ფული გაქვს და გჭირდება აი ესეთი ვაიბები, რა ენერგეტიკა, ახალგაზრდული ენერგეტიკა, ხო? აი მასწავლებები რატო არ ბერდებიან, ხო, სკოლაში? შემჩნეული გაქვთ, მიდიხართ 20 წლის მერე და თქვენი მასწავლებელი ისე გამოიყურება, იმიტომ რომ აქვს ბავშვებთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გვითხრიან ბავშვები, ხო? და ძალიან რთულია ბავშვებთან მუშაობა, ხო? ყოველთვის არა, მაგრამ რთულია. ამ ენერგიას ვიღებთ, ხო? განახლება ხდება, რაღაც რესტარტი ხდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. აი, ქალები, რომლებიც მუშაობენ, თქვათ, ემიგრაციაში მოხუცებულებთან, მათი ვიზუალით ფუჭდება, იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში, როცა შენ მოხუცებულს უყურებ, რომელსაც ერთი ფეხი სამარაში აქვს, მას ენერგია არ აქვს, ცელ ენერგიას გაცვლის. მე შენს თმები გწვივდება, კბილებიც გწვივდება, სადაც გულად გადიხარ გარეთ, ეს კატასტროფაა. ემიგრანტებო, გაითვალისწინეთ აუცილებლად, რომ ეს არ გააკეთოთ, იმიტომ რომ თქვენ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნით და არა მარტო ჯანმრთელობას, ფსიქიკასაც და ყველაფერსაც და გართმევს, გაწუწნით ეს მოხუცებული ამ ენერგიას და ბერდებით უფრო მალე. აბა დააკვირდით, ხო? გაჩანსაღებული მე ემიგრანტი არ მინახია, რომელიც 10 წლის განმავლობაში ბებიასთან ან ბაბუასთან მუშაობს და ეს აბსურდია, ხო? ტყდება ქალი, ტყდება კაციც მოხუცებულებთან ურთიერთობის პროცესში. ბევრი რესურსი სჭირდებათ მათ. ისინი ვერ მოგცემენ რესურსს. მათ მისცეს რესურსი ამ სამყაროს და ახალგაზრდები უნდა იყვნენ ესეთ მოხუცებულებთან. რა იცი, 20 წლის ადამიანები უნდა იყვნენ და ძალიან საინტერესოა, ხო? ხა შენ თუ 50 წლის ახარ უვლი 80 ბებიას, ხო? ხა შენს გჭირდება დასვენება უკვე რა, განვლენა ნახევარი საუკუნე, მაგრამ აი გამოდის ეს საქმე. ხო და რა ისე თქმა მინდოდა, ეხლა იმ ქალს, რომელსაც პული აქვს, აწყობს, ხო? რამდენი ხართ ეხლა აქ ჩემთან, რომ პული გაქვს. ხო? გინდა როგორი ურთიერთობა იცი, რასაც გინდა იმას იტყვი და შეგესრულებენ. შენ წაახვალ უყიდი ტანსაცმელს აჭმევ ასმევ და აი ძაღლს ავით გეყოლება და ჩუგასავით რა. ვიცი ახლა გაღიზიანდებით მამაკაცებო, მაგრამ მონობა ხო გინდათ მონა იყოთ ქალის, ფულიანი ქალის მონა, რომელიც თქვენ ჩიც დაგიქნეთ, ზარს დაგირეკავთ და მომსახურებით ხოლმე. თქვენ არაფერს არ გააკეთებთ. სიამოვნებასაც მიიღებთ, დაუკვირდეთ და ეს ძალიან სულ ხშირად, მაგრამ რეალობაა. და ბოლო ქალბატონებო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პრობლემების მოგვარება, მისი პრობლემების მოგვარება. მაგალითად, სამსახურზე ვთქვით, ფულზე ვთქვით, ურთიერთობების მოგვარება. დაიწყოს კარგი ურთიერთობები თავის მშობლებთან, დაიწყოს კარგი ურთიერთობა თავის მეგობრებთან. მეგობრები არ აყავს შენ ამაზე ხელობა, მეგობრები გინდა რომ გაუჩინო. დედასთან ცუდი ურთიერთობები აქვს და შენ ვცდილობ ამ ყველაფრის დაალაგებას. ანუ ყველაფერს შენ ვცდილობ. მისი პრობლემები არ მოაგვაროთ არავითარ შემთხვევაში. თავად უნდა მოაგვაროს ეს ყველაფერი და თუ არ აგვარებს, ესე იგი არ უნდა ყველაფრის მოგვარება. ხო? მიზეზი ექნება. გესმით? თქვენ უღებავთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ურთიერთობები აქვს მეგობრებთან, რა ურთიერთობები აქვს მშობლებთან. იცით რა, თქვენ თუ არ მოგწონთ ეს ადამიანი ესეთი ხასიათით, მაშინ არ გაკოცოთ, ხო? ვერ მოაგვარეთ მის პრობლემებს. ვერასოდეს. ესა ილუზია, დიდი ილუზია. მოკლედ, მიხვდით, ხო? რომელი მოგეწონათ ყველაზე ძალიან. მოკლედ დამიწერეთ კომენტარებში და გეოდებით ყოველს ონლაინ კონსულტაციაზე. არ იცი მამაკაცთან ურთიერთობა როგორი უნდა იყოს? ხო, დაბნეული ხარ? გონია რომ არ შეგიძლია მამაკაცთან ურთიერთობა? მაშინ მოდი ჩემთან ონლაინ კონსულტაციაზე. მხოლოდ ერთი კონსულტაცია შეიძლება დაგჭირდა ის იმისთვის, რომ გამოგაფხიზლო და სილა გჭირდება, გემრიელოთ და მოდი დავიწყოთ ჯანსაღი ურთიერთობები. Què és? Psicòleg, ja, però no m'importa mai una cosa.